Ოლიგარქის პარტია ოპონენტების წინააღმდეგ ამ წუთებში თეატრო ლუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ზურაბ გირჩის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. საინტერესოა რა სიტყვის დღევანდელ პროცესზე ჯაფარიძე, მასთან ერთად ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია ნიკა მელია და ირაკლი ოქროაშვილი. ხელბორკილების დადებას ელოდება ნიკა გვარამიაც. ქეთი ნადიბაიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ქეთი გისმენთ. რამდენიმე წუთში დაიწყება ზურაბ ჯაფარიძის სასამართლოს ხდომა, ის თავად დაესწრება ამ ხდომას და ცოტა ხანში მოვისმენთ თუ რა სიტყვის ის არსებითი განხილვის პირველ ხდომაზე. ჯერჯერობით ის არ დაწყებულა, ველოდებით წუთი-წუთზე ხდომის დაწყება, აქ იმყოფებიან ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელები, ოჯახის წევრები, მისი ინტერესების დამცველები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები, რამდენიმე ევროპული ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები არიან აქ და პირადად აკვირდებიან ამ პროცესს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ გია ჯაფარიძეს, მის ძმას, რომელიც ამბობს, რომ დღეს თვალს ვადევნებთ საქართველოში ავტორიტარიზმის და დიქტატურის გაფორმების პროცესს და ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ აი ამ პროცესის მისი ძმის დაპატიმრება, რომელსაც ის განიხილავს პოლიტიკურ პატიმრად და არა მხოლოდ ის, მაღალია საკმაოდ ინტერესი დღევანდელ ხდომასთან დაკავშირებით. ეს არის თეატრო ლუკიანის საგამოძიებო კომისიის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე. საქმე ზურაბ ჯაფარიძის საქმე ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმეები არავით არ კავშირში არ არის სამართალთან და მართლმსაჯულებასთან. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტში არარსებულ კომისიის ფარგლებში მოგონილი პოლიტიკური რეპრესიებისთვის შექმნილი რაღაცა მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც რომც დავუშვათ ამ კომისიის არსებობა, არანაირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება არსებობდეს და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ ვხედავთ ახალი რეპრესიების ტალღას, რომლის ფარგლებშიც უკვე პოლიტიკური ლიდერების დაკავებები, დატყვევებები დაიწყეს და ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა რა თქმა უნდა ამ პროცესის პარალელურად და მიუხედავად არავინ არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას, გაგრძელდება არ თანამშრომლობა, გაგრძელდება არაღიარება და ეს ყველაფერი საბოლოოდ მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ვისაც აქვს საკითხული ორველის 1984-იან სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი, ან ვისაც აქვს საკითხული სხვა პოლიტიკური დისტოპიები, ან შალამოვის მოთხრობები თუ შალამოვის ნაწერები ლაგერებზე, ვისაც აქვს საკითხული წიგნები ავტორიტარულ რეჟიმებზე, ვინც იცის მსოფლიოს ისტორია, აბსოლუტურად ყველა ხდება რა ხდება დღეს საქართველოში. მყარდება ერთპარტიული დიქტატურა, ეს არის ფარსი, ეს არის რაღაც ფარსი, არ არის რაღაცა კიდევ ამის გაკეთებაც არ შეუძლიათ ნორმალურად. რასაკვირველია, ზურა არის აბსოლუტურად უდანაშაულო, რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება, რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება ყველა პოლიტიკური პატიმრის და სინდისის პატიმრის გათავისუფლებამდე, რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება საქართველოს გათავისუფლებამდე. ივანიშვილის ამოცანა და სურვილია პრაქტიკულად ყველა მისი ოპონენტი გაანადგუროს, გამოკეტოს ციხეში, არ ვიცი, დააზიანოს, იძალადოს სამოქალაქო სექტორზე, მედიაზე, რომელიც განადგურებაც ახლა განიზრახა. უკვე პრინციპში კარგახანია, მაგრამ ახლა გადამწყვეტი ნაბიჯებია. ამიტომ ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი არის ერთი რამ. ის რისკი, რომელიც აიღეს ამ ადამიანებმა, ეს რისკი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში, რომ გაუტეხლობა შემართება, მედეგობა აშენებს ყველაზე ძალიან რეჟიმს. ამიტომ ის გამოხმაურებაც, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ის სანქციებიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამკაცდება, აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის საგანგაშო და გუშინაც ევროპარლამენტში ამასთან დაკავშირებით იყო განხილვა და დღესაც იქნება ეს განხილვა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზურაბ ჯაფარიძე ციხეში გაუშვა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, რომელმაც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გირაოს აღკვეთი ღონისძიების საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით. ახლა უკვე იწყება არსებითი განხილვების ეტაპი ამ საქმეზე და ყავს ამ საქმეს ახალი მოსამართლე, ჯვებენ ნაჭყებია და ის იქნება სწორედ ის მოსამართლე, რომელმაც საბოლოოდ ამ საქმეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს არის პირველი ხდომა არსებითი განხილვის ეტაპი ნიშნავს იმას, რომ ახლა იწყება
ყველაზე ძირითადი და მთავარი ეტაპი საქმის მტკიცებულებების გამოკვლევის, მოწმეების დაკითხვის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საქმეში ბევრი მასალები არ არის, სულ რამდენიმე მოწმე ყავს წარმოდგენილი პროკურატურას, დაცვის მხარეს მოწმეების მოთხოვნა, ქართული ოცნების კომისიის წევრების დაკითხვის მოთხოვნა სასამართლომ არ დაუკმაყოფილა, შესაბამისად სავარაუდოდ რამდენიმე წუთმა დაჭირდება მხოლოდ ამ საქმეების საბოლოო დასრულებას. დღეს არ იქნება ამ საქმეზე მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძის სხდომა, დღესვე გივი თარგამაძის სხდომაც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში.